ჭკუილმა კულინარმა ყველაზე ტკბილი ლოკვა ბოლოს თუ შემოვინახეთ. გამოვაწყობ ხილის ნამცხვარს, რა თქმა უნდა მზა ცომით. ეს არის ყველაზე მარტივად მოსამზადებელი დესერტი. შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. აქ მაქვს მე მზა ფენოვანი ცომი. გავაფრთხილებ ცოტათი, მოვაჭრი ზედმეტ ცომს, უფრო ლამაზი და ესთეტიური რო იყოს, მაინც დესერტია. ფქვილი გამოსაცხობ ფირფიტაზე. ვარ მიიკრას. გავშლი, ჩანგეთ ჩავჭხლი და ფენოვანმა ცომმა რო ისუნთქოს. ცოტა კარაქი. ცოტა შაქარი. ხუმელი უკვე გახურებული მაქვს 180 გრადუსზე. ფენოვანი ცომის გამოცხობა სჭირდება 15 წუთი. სანამ ფენოვანი ცომი ცხება, მოვამზადებ კრემს. კრემიც ასევე მარტივი მოსამზადებელია. გვჭირდება 400 მლ მაღალპროცენტიანი ნაღები და მიქსერი. ცოტა ვანილი. კარგად ავთქუფავ, სანამ კრემის კონსისტენციას არ მიიღებს. ნაღების კრემი მზად არის, კარგად ამოვიდა. კრემს არ გავუკეთე შაქარი, იმიტომ რომ ფენოვან ცომს მოვაყარი ბლომად შაქარი და ზემოდან კიდევ შაქრის ფხვნილს მოვაყრი. გადავედი მარწყვზე. მარწყვი მაქვს დაახლოებით 300 გრამი. ამას მე მოვაყრი შაქარს, ცოტა ფორთოხლის წვენს და მე ზემოდან დავადებ ფენოვან ცომს და კრემს. ორი სუფრის გოზე შაქარი და ფორთოხლის წვენი. ნახევარი ფორთოხლის წვენი ეყოფა. ამას კარგად ამოურევ. მარწყვი მზად არის, კრემიც მზად არის, წავალ ფენოვანის ცომს შევამოწმე. აჰა, ფენოვანის ცომიც მზად არის. ცოტა ხანი დაველოდები გაცივებას, თუ კრემი რო დავადოთ, ეგრევე დაადნება. ფენოვანი ცომი კარგად გაგრილდა. ავიღებ კრემს და ასე ზემოდან მოვათავსებ. ეხლა მოვათავსებ მარწყვს. გაჟღენთილია შაქარში და ფორთოხლის წვენში. დიდაპირ მთლიანები. შვენიერი. შაქრის ფხვნილი, ცოტათი ვანილს დავუმატებ. კარგად ამოურევ. საცერში მოვათავსებ და ზემოდან კარგად მოვაყრი. ზემოდან მოვაყრი ფორთოხლის კანს, ცოტა ცედრასავით. ამას ექნება ძალიან კარგი ფორთოხლის არომატი. ყველაზე მარტივი დესერტი მზად არის.